ემიგრანტი დევნილები ხშირად გვისვამენ კითხვებს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ბოლო დევნილთა რეგისტრაცია 2013 წელს არ გაუვლიათ და არ აქვთ მინიჭებული დევნილის სტატუსი, რა პროცედურებით და რა ვადებში შეეძლებათ სტატუსის აღდგენა და შემდეგში ბინის მოთხოვნაზე აპლიკაციის შევსება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ემიგრანტმა დევნილმა, რომელსაც დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია 2013 წელს არ გაუვლია და შესაბამისად არ აქვს დევნილის სტატუსი, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოებს. განაცხადს უნდა ერთვადეს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს განცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას. განხილვის ვადა არის 1 თვე. შემდეგ ხდება ასევე გასაუბრება და კომისია იღებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდგომ კი აპლიკაციის შევსება ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც სახელმწიფოსგან მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან ფულადი კომპენსაცია.